როგორ ხარ? აზრზე მოსulis იმაში ვარ რა, აი როგორმე ცოტა ის ადაპტაცია გარემოსთან? თქონდა ჩაკეტილი სივრციდან. რამდენი ხანი ჩაკეტილი სივრცე? 6 თვე. ანუ ამბობ რომ 6 თვე ბევრია? ძალიან ბევრია 6 თვე. 6 თვე კი არა, ანუ 4 თვე აქედან მქონდა ციხე, აი სრული ჩაკეტვა რა და ანუ სრული ჩაკეტვა რუსთავს გულისხმობ? რუსთავში გავატარე მთელი ეს ბედნიერი პერიოდი. მანამ სანამ მიმდინარე სასამართლოები გაქვს, მანამ სანამ მოგისჯიან, ასე ვთქვათ, შენ დროს ატარებ ამ პერიოდში აბსოლუტურად დახურულ სივრცეში. ანუ გიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნდა ნახო ადვოკატი, ან თუ მოვიდა შენთან მნახველი. დღეში ერთხელ გიწევს გასეირნება, ოღონდ ეს გასასეირნებელი ოთახიც ერთი ოთახიდან გამოდიხარ და გადიხარ მეორე ოთახში, სადაც ჭერი ნახევრად გადახდილია, ოღონდ იქაც არის ცხაური ზემოთ. რამდენი იყავით ერთ საკანში? საკანში თავიდან რომ შევედით ვიყავით 4 და მერე 3 სახელდაგვარს არ გეკითხები, უბრალოდ რაზე ისხდნენ ისინი? თაღლითობა 180, ფულის მითვისება და 178 ყაჩაღობა. აი ეს კარები რომ მოგიკეტეს პირველ დღეს და იქ შეხვედი? ჩემნაირი ადამიანისთვის ასეთ პატარა სივრცეში ცხოვრება, ანუ ეს არის ნამდვილი კოშმარი, იმიტომ რომ მე კლაუსტროფობია მაქვს, საზოგადოებრივ ტუალეტშიც კი, როცა შევდივარ, კარს არ ვხურავ და ამ დროს უცებ ხდება კარების ბრახუნი, იკეტები და რჩები. რა თქმა უნდა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თუნდაც შენივე თანამესაკნეები და ის აუცილებლად, ანუ ალბათ ძალიან გაუკვირდებათ ადამიანს, როცა ვიტყვი, რომ პერსონალი არის ძალიან ადამიანური. მორიგე, რომელიც ყოველდღიურად არის უსაფრთხოების სამსახური, არის მედპერსონალი, ფსიქოლოგი. ქალები არიან თუ კაცები? ციხეზე იყო 2 მამაკაციც, მაგრამ ესა დანარჩენი იყო ქალები და სხვათა შორის აქვე უნდა ვთქვა, როდესაც სინთეზის პატიმრების პროცესი იყო, ბადრაგების დამოკიდებულება იყო ძალიან ხილულად ძალიან პოზიტიური და ბიჭები გვყვებოდნენ მერე რომ ამათ ყოველ განაჩენებზე რომ მოყავდათ ბიჭები გზაში ეუბნებოდნენ რომ იმედია რომ უკანო თქვენო აღარ წამოყვებით, ანუ ადამიანი რომ ყველგან არის, ამას არავინ არ უარყოფს. ნუ მე იქ ბევრად ადამიანური გარემო დამხვდა, ვიდრე საერთოდ ველოდებოდი. ანუ თავიდან მეგონა რომ აი ასეთ მკაცრი ტიპის დაწესებულებაში აუცილებლად იქნებოდნენ ადამიანები ბევრად უფრო ხისტი ხასიათით, ნუ ასე, აი პირდაპირ ვამბობ რომ ის რის საშუალებასაც აძლევს მათ რეჟიმი, აი ამ თავისი აკრძალვების ფარგლებში იმდენად კარგად და დადებითად გექცევიან, რომ არ ვიცი მე მათ ადგილას მოვახერხებდი კი ასე აუცი. აქ უნდა აღვნიშნო 2012 წლამდე, როდესაც კრიმინალურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, მაშინ ვაშუქებდი ქალთა კოლონია, შეყონ სხვაგანი იყო მაშინ ქალთა კოლონია ღია, მატროსებს თექებს აკეთებდნენ, იქ რაღაცა ის ქონდა, ცათფურები ქონდათ და ღიაცის ქვეშ იყვნენ. ეხლა დახურული ყოფილა და მაშინ ღიაცის ქვეშ იყვნენ ქალბატონები და იყო ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ერქვა, დღემდე მახსოვს მისი სახელი, რომელსაც საძინებელი ქონდა სამსახურში, იმდენად ხშირად უწევდა იქ დარჩენა. რომ შევედი ამ დახურულ ამ ტერიტორიაზე პატიმარ ქალებთან და ამ დირექტორის კომუნიკაცია რომ ნახე და ხალთანამშრომლების კომუნიკაცია არ მჯეროდა რომ ასეთი უკავშირი შეიძლება ქონოდა შვილების ამბები იცოდა, ვალების ამბები ისეთი შესული იყო მათ ცხოვრებაში და რომ გავყოთ ციხე არის ადგილი, სადაც მისჯამდე ხარ, მისჯის შემდეგ გადადიხარ ზონაზე, სადაც უკვე თავისუფლად სერინო ბეზოში და აი ზუსტად ის თექაზეც, ვთქვათ, რომ სალონის გვაქვს იქ გქონდა, რომ ანუ აბსოლუტურად, ვთქვათ, მაღაზიაც არის, რაღაცა ძალიან მაღაზია. მე რუსთავის ციხეშიც დამყოფი ვარ გადაღებაზე. ანუ ეს დახურულ სივრცეში, ხო? ეს ყველაფერი არ არის. დახურულ სივრცეში არის მხოლოდ და მხოლოდ ოთახები, ტელეფონი და აქ დამთავრდა ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ქალბატონ ნესტარ ვერულაშვილს. ვინ არის ეს ქალბატონ ნესტარი? ციხის უფროსი. პირველივე შეხვედრა მე მომცა ძალა რომ გავძლებდი. რატო? მქონდა რაღაცა ტიპის პრობლემა, რომელშიც დამეხმარა. შეიძლება მითხრა პრობლემა ქონდა თუ პირადია? 10 დღეში ერთხელ რეკავდა 15 წუთი. ხო და ეს ჩემთვის იყო ძალიან და უბრალოდ ხო გადამინაწილეთ და ყოველ დღე თუ შეიძლება 2 წუთს ვილაპარაკებ ან 1 წუთს. ოღონდ კი ჩემი შვილის ხმა გავიგოთ, კაი? უბრალოდ ვიცოდე რომ კარგად არის და
ნუ ამ შემთხვევაში გვერდშიც დამიდგა, რომ ან მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა თქვათ შეიძლება სხვა პატიმრებს ესეწყინოთ, მაგრამ ეს იყო ის მომენტი, რამაც მე ფსიქოლოგიურად გადამარჯვენა, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ჩემი შვილის გარეშე არსებობა. ჩვენ უბრალოდ ერთად გავიზარდეთ და აი ჩვენი დაშორება იყო, აი ამ ყველაფერში ყველაზე მტკივნეული იყო ის რაც გადავიტანე ჩემთვის იმ შაკეტილობასაც, იმ ყველაფერსაც, რაც იქ, ანუ ცივილიზაციას მოწყვეტილი ხარ, ფაქტობრივად ცივილიზაციიდან დენი გაქვს და წყალი, ხო? ნუ რაღაცა ბევრი შეზღუდვებია და აი ამ ყველაფერს მოწყვეტილი ყველაფერს გავძლებდი, ოღონდ მქონდა და შვილის ხმა გავეგო, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა. მოკლედ დაახლოებით ჭირდება ჩვეულებრივ ხარ, ნუ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ტიპის მჭადი არა, ნუ ის კი თავის რეცეპტი უნდა რა, იქ უნდა დაამატო ისა სოდა არა გაქვს, რა თქმა უნდა გამოიყენო ნაბეღლავი. ანუ სოდით აკეთებ მჭადს, ჩემი სიკვდილი ამ წუთას. მაიმე ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი იქ და ხო ძალიან გემრიელი. ხო მინდა რომ აფუნფულდეს, არა? არა, მე არ მინდა რომ აფუნფულდეს. არა, მე მიყვარს რომ აფუნფულდეს. არა, მე ჭადი მიყვარს გამომხმარი და გამომშიყვი. არა, მე ნუ ეხლა იქ რას გამოახმობ, გეხვეწები არაფერ ერთადერთი აი რაც გაგაჩნია საჭმელის საკეთებლად, ეს არის ელექტროჩაიდან და ელექტროყავის მადუღარა. პირველად შეხვედი, უკვე იცი რომ მოგისაჯეს, უკვე იცი რომ ბრალი წაგიყენეს. ამ დროს რა პერსპექტივას ხედავ ცხოვრებაში? ანუ წინ რო იყურები რას ხედავ? მთავარია იყო ღმერთთან მართალი. სხვა სამართლს ანუ ნაკლებად მჯერა. იქ უნდა აწიო თავი, სადაც ღმერთთან მართალი ხარ, ამიტომ ესეც ამობათვილი. დანარჩენი უკვე მაყურებელმა თავად განსაჯოს. მაგრამ ყველაფერი ამას ხედავ ამ წუთშიც კი დადებით ჭრილში განვიხილავ, იმიტომ რომ საკმაოდ გადაღლილი ვიყავი, იცი, მუშაობით. ახლა მართლა მუშაობდი, მართლა მასაჟებს ვაკეთებდი, რავი, აი, განახებთ ვენების, ყესების თიაქრები მაქვს უკვე დამართული ამ მასაჟის კეთებით რა და ახლა, რა ვიცი. თუ მოინდომებენ, ჩვეულებრივად იტყვიან, რომ აი ნანუკარი დინოზავრი. ნანუკარის დინოზავრი. ხატი არის ფრონტოზავრი, ანუ რაღაცა, ნუ ემოციურ ნაწილს დაუბრუნდეთ. აი, გიყენებენ ამ ბრალს და ხედავ რომ 4 წლიანი მუხლია, ციხეში უნდა წახვიდე და ამ დროს შენი ემოციური ფიქრები, ანუ რა პირველი რაზე გიფიქრება ამ დროს? თქმა უნდა, იყო შოკი, იყო ძალიან ბევრი ტკივილი. უამრავი ტკივილი და პირველი რაც იყო, სხვათა შორის ჩემს ადვოკატს ესეც კი ვუთხარი, რომ ანუ იმიტომ რომ ეს ბრალი წამიყენეს, ხო, ვისაც უნდა რომ უარი თქვას, თუნდაც ეს ჩემი შვილი იყოს, შეუძლია ყველა დადგეს გვერდით. იმიტომ რომ ყველას პატიება შემიძლია. აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ანუ ტიპიური დიდსულოვანი ადამიანი ვარ და შემეძლო ყველას. ისევე როგორც წაყენებიდან დასჯამდე, ყველასთვის ყველაფერი მაქვს ნაპატიები. დადგა ვინმე გვერდით? მხოლოდ 1-2 ადამიანი გადგა გვერდზე. მთელი ამ ხელა საზოგადოებიდან მხოლოდ 2 ადამიანი იყო, ვინც ჩემს გვერდით არის. აი, სხვა ყველა აბსოლუტურად იყო ჩემს გვერდით, აი, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ დამხმარებოდნენ, რომ იოლად გადამეტანა. უამრავი წერილი მომდიოდა იმაში, რა ქვია, ციხეში. და აი, ყველაზე გარდა ჩემი ოჯახისა, ძალიან მინდა ნუ ოჯახის წევრად ვთვლი გურამ აროთინაშვილსაც. ანუ ეს ფაქტობრივად ჩემი ძმა არის, ანუ ჩემი კონტაქტი იყო ხოლმე ხანდახან სამყაროსთანაც კი, რომ ყველა მეუბნებოდა, აი, მომწერეს, მოგიკითხეს, იქ ემიგრანტებმა, იქ ის იქ, ანუ აბსოლუტურად ყველანაირად იყო ჩემს გვერდით. უცებ აღმოჩნდა, რომ იცი რა, კი არ მიმატოვეს, პირდ ყველა გვერდში დამიდგა. რა მაგარია? ხო, ანუ ეხება ამან გადამატანინა. ბევრში არ ხარ შენ. როგორც წესი ხდება ხოლმე, როდესაც ესეთი ბრალია რაღაცა საზოგადოება და ადამიანები ესეთ ხალხს გაურბის. პირველი დაძინება გახსოვს ციხეში, პირველი ფიქრი, პირველი გათენებული ღამე. მე ყველაზე მეტად რა ფიქრები მოდიოდა, ეგ მაინტერესებს შენ. ანუ პირველი დაძინება ალბათ რამოდენიმე დღის შემდეგ იყო. საერთოდ ოდნავ თვალს თუ მოვხუჭავდი ეგრე. პირველი ფიქრები იყო ჩემ შვილთან ნეტა ის როგორ არის. ყველაზე ძნელი იყო. შვილის ნაწილში ძნელი იყო მონატრება, მასთან რო არ იყავი თუ შენ როგორ გაგიგებდა? მონატრება და ჩემს გარეშე როგორ იქნებოდა? რატო არ ქონიათ არასოდეს დაშორება თუნდაც? რა ვიცი, ძალიან პატარა გავაჩინე და მოვდივართ ერთად და არ ვიცი, აი ამას მხოლოდ ის დედები გამიგებენ, ვისაც ეს გავლია, როცა ჩემი შვილი ჩემთან პაემაზე მოდიოდა
ზოგადად ისეთი ვარ, რომ თუ ვთქვათ, დღეში რამოდენიმე ჯერ უნდა გამოვიცვალო ტანსაცმელი, ამას იქაც ვახერხებდი, მაგრამ როცა მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა და მთელი 2 საათი ასე მხარზე ჩემს გულზე როედო თავი ჩემს შვილს, იმას 2 და 3 დღე მინიმუმ არ ვიხდიდი, იმიტომ რომ ჩემი შვილის სუნი ჰქონდა. თუმცა ამასაც გავუძლებთ. ვიცი რომ ჩემშიც როცა ვენატრებოდი ძალიან გვიან მითხრა ეს როცა ვენატრებოდი ვიცი რომ იქ გარეთ მოდიოდა და მანქანა შეათენებდა გამეს ციხესთან ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო ციხე გავიგე რა გადააფასე ანუ როგორი შეხვედე როგორი გამოხვედი ახლა ეს მინდა რომ დამანახო კარგი მე ვფიქრობ, რომ ჩემში ბევრი არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ ანუ როგორც გარეთ ვიყავი, ისეთი ვიყავი შიგნითაც. მაგრამ საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის, რომ იცი რა, გარეთ თუ მქონდა მეტი ფინანსური საშუალება, რომ დავხმარებოდეს სხვებს, იქ უკვე იმასაც მივხვდი, რომ იმ მცირე შესაძლებლობებშიც, რაც იქ მქონდა, მაშინაც შემეძლო იმ სიკეთის გაკეთება. მართლა შემეძლო, რომ ჩემი წილი ლუკმა სხვისთვის გამეყო, იმიტომ რომ მას უფრო უნდა და ის. იგივე ანუ რაღაცა ის ცოტა სხვანაირ. ბევრად უფრო კიდე კეთილშობილი გამოვედი, მე მგონი. უფრო მეტი პატიება ვისწავლე რა. რატო? რა გადააფასე? ანუ იცით როგორი მომენტია, შეიძლება აქ უფრო მეტად გაუბრაზებულიყავი, მაგრამ როცა ვუყურებდი ადამიანები მსგავს სიტუაციაში, ყველა არა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება სიმშვიდის შენარჩუნება, მიუბაძე და გავხდი კიდევ უფრო მშვიდი. ანუ თანამესაკნეებს? ზოგი თანამესაკნე, ზოგი მორიგე, ზოგი უფრო მშვიდი გამოვედი. მანამდე სულ გიჟური რიტმი მქონდა, უნდა მემუშავა, უნდა გავქცეულიყავი, უნდა მომესწრო თავის მოვლა, შვილის მოვლა, სახლის დალაგება, ყველაფერი უნდა მომესწრო და იქ ცოტა უფრო დავშვიდი და გამოვედი ბევრად უფრო მშვიდის, გაწონასწორებულის. ბიჭი რამდენი წლისა შენი? 28 წლის გახდა იქ რო ვიყავი. ხატია, ბრალთან დაკავშირებით შვილ არ ქონდა ის რომ შვილისთვის როგორ აგეხსნა ეს ბრალი ბიჭისთვის 28 წლის ბიჭისთვის? ჩემ შვილმა ზუსტად იცის რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა. ჩვენ შორის ასახსნელი არასდროს არაფერი ყოფილა, იმიტომ რომ არც დამალული არ ყოფილა. რა უნდა ამეხსნა? გეხვეწები არაფერი. რა მაგარია უპირობონდობა? რა თქმა უნდა, ასე ვენდობით და ასე მოვდივართ. თან მაგარია. რატო გითხეთ, როგორი შეხვედრა, როგორი გამოხვედით, ხო? შენი აზრით, გამოსვლის მერე შენი ცხოვრება ზუსტად ისე წარიმართება, რაღაცა ისეთი აქტიური იქნები? ბევრი არაფერი არ შეიცვლება. ანუ შეიძლება ისეთი გიჟური რიტმით აღარ ვიცხოვრო უბრალოდ რა, ანუ რეალური გიჟი ვიცხო ხა. წარმოგიდგენიათ 21 წელი მქონდა მასაჟის სალონი და 21 წელი სამუშაო რეჟიმში მუშაობდი ან ტელეფონზე პასუხობდი რაღაცა დასასვენებლათაც რომ მივდიოდი, იქაც მუდმივად როუმინგი ჩართული 24 საათში მუშაობდი 13-14 საათი. აი ახლა პირიქით ჩემი საკუთარი თავისთვის უფრო მეტ დროს გამოვყოფ და შესაბამისად თუ მექნება მეტი დრო, მეგობრებისთვის მეტი დრო დამრჩება, ოჯახისთვის მეტი დრო დამრჩება უფრო. აღარ ვაპირებ რომ აი გიჟურად ვიმუშაო. ხო. უბრალოდ აი ვიმუშავებ უფრო ნაკლებს. ამ წუთში ჯერ მჭირდება ისევ ანუ ტკბობა ოჯახური გარემოთი. აი ერთ კვირას განმავლობაში საქმე გარეთ არ გავსულა, ერთადერთხელ გავედი და ისიც ციხეში წავედი და წამოვედი. ციხეში რატო? რატო და საჩუქრები რომლებიც გოგონებმა ზონაზე მაჩუქეს წამოვიღე და ერთი რაღაცა შენც მინდა რომ გაჩუქო. ვიცი რომ გიყვარს ეს რაღაცები. ძალიან დიდი მადლობა. ექსკლუზიურია და ასე რომ საჩუქარი, ძალიან დიდი მადლობა. პატიმრების გაკეთებული. მადლობა. არაფერს. ვიცი რომ გიყვარს ეს რაღაცები და მოგიხდება. მოკლედ ანუ შენი თანამესაკნეების საჩუქრები წამოიღე. კი, არა მარტო არ მარტო ზონა უკვე რო გახსნილია იქ ორი თვე ვიცხოვრე იმ გოგონებთან, იმ ქალბატონებთან და ძალიან ანუ იქაც შევიძინე მეგობრები, იქაც გქონდა ჩვენი მიკროსამყარო, მიკროსოციუმი, სადაც ერთმანეთის მიმართ უფრო აქტიურად გამოვხატავდით სიყვარულს, სითბოს, უფრო მეტი გქონდა ის რაღაცა ქალური სამყარო იყო რა. ერთი შეხედვით აი ეს ორკესტროვანდელი ბანაკები, რაღაცა ეგეთი სიტუაცია, სადაც ვიყავით მხოლოდ ქალები და აი რაღაცა ეს რა ის გქონდა
ვუმელენდი რო იყო რა იქ და აქ თუ ვიღაცას უნდა გაებრანჭო, იქ მხოლოდ ისეთი დადიოდი, როგორც ხარ. როგორც სინამდვილეში ხარ. ხო, აქ მაინც არა, ისეთ ჩვენი ნაწილია, რომ ვიღაცას ვებრანჭებით, მაგრამ იქ აი სხვანაირად ხარ რა. ნუ მოკლედ აი ქალური გარემო, ქალური სამყარო კიდე უფრო კარგი იყო, უფრო რბილი იყო, უფრო ამტანი, უფრო ლამაზი. რა თქმა უნდა, ახლა შიგნით აღარავინ აღარ შემიშვებს ეს და აღარავინ აღარ უბრალოდ მხოლოდ ტელეფონით კომუნიკაციის ისა გვაქვს საშუალება მირეკავენ და გოგოებო მიყვარხართ. მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც მე მაჩუქეთ იქ ყოფნის დროს. წამოვიღე და წამოვედი და всё. და ვზივარ სახლში. ვალაგებ. მომნატრებია, იცი? ვალაგებ რაღაცა ჩემ შვილისთან. მე მეგობრები მოდიან, ერთად მხიარულობთ, ანუ ჯერჯერობით აი იმით ვტკბები, რაც მაკლდა. შესვლამდეც ციხეში. ხო. ანუ აი მაკლდა რა, ის სახლში ყოფნა. ნანუკა სახლი ავაშენე და წესიერად, ანუ ჩემ სახლში წესიერად არ ყოფილა. სასტუმროსავით მოვდიოდი, ვიძინებდი, დილას გავრბოდი. შუაღამისას მოვდიოდი, დილას გავრბოდი. ანუ არ მქონდა წავედი ძლივს მეთქი ამ ანაკლიაში დავისვენებ. რაღაც პატარა კოტეჯი გავაკეთე და 5-6 დღის წასული ვიყავი რა, რომ მეთქი ბოლოს და ბოლოს აი რამენაირად დავისვენებ და ჩემ საკუთარ გარემოში გავატარებ ისე რომ აღარ იქნება აღარც კლიენტი, აღარც რა დგინდა, ვინ დამაცალა. მოვიდნენ 1-2-3 მანქანით, ისი არ გეკადრებაო და ესკორტით წამომიყვანეს იქიდან. ისე რაღაცა ჭორები გავცელდა, რომ თურმე ანაკლიაში თუ ზუგდიდშიც მქონია სალონი, არა არ მქონია. ხო და კიდე ჩემთან ერთად დაკავებულები იყვნენ და ჩემ საქმეში იყვნენ ვიღაცა ჩინელი ქალბატონები და ყველას გონია რომ ესენი ჩემთან მუშაობდნენ, არ მუშაობდნენ ხალხო, არ ჩემ ფარჩი არ მუშაობდნენ. საერთოდ და ჩემ თანამშრომლები არ არიან დაკავებულები, ესე რომ ანუ შენი სალონიდან მხოლოდ შენ დაგაკავეს. კი. და ის ხალხი ვინ იყო? 11 ადამიანი დააკავეს და შეგავცელდა. თუ ვინმე მეტყვის რომ ვინ იყო, მითხრე რა ვიცი, ნუ ვიყვნენ რა. მაგრამ შენ საქმესთან კავშირი არ ქონი. არა, ჩემთან არაფერი შეაშენო. ისე საერთოდ ცალკე იყვნენ. საერთოდ ცალკე, უბრალოდ აი ესე. ესე გამოცხადა ხატია წერტელი და კიდევ 11 პირი და ალბათ იმიტომ გავცელდა. ხო, ანუ კი, შეიძლება და ამიტომ მე ახლა ამ წუთში ჭორებს მინდა რომ მოიღოს ბოლო რომ ანუ ისენი ვინც დააკავეს და ვინც იყვნენ, ანუ არ იყვნენ ჩემთან ერთად. ანუ საერთოდ ჩემ შენ საქმეში ერთი ბრალდებული ხარ და ეს ხარ შენ და არავინ სხვა. ხო, არა, საქმე იყო საერთო, ასე ვთქვათ, და ისე ჩვეულებრივ მე და კიდე ესენი. მე ამათან შეხება ვაფშე არ მქონია. შენი სალონი დაიხურა? დალუქულია და მე არც ვაპირებ რომ გავაგრძელო მუშაობა, იმიტომ რომ აი ძალიან დაღლილი ვიყავი, მანუკა მართლა აი წრფელად, ქალურად გეუბნები. ვიცი უნდა იცხოვრო. ვაიმე, ტიპიური მარკეტოლოგი ვარ, ბიზნესმენი ვარ. ავდგები და ახალ რაღაცას გავაკეთებ. ჯერ ერთი შეიძლება გადავწყვიტო, მაქვს სასწაულად კარგი ხელი. აი ყველას ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ჩემი გაკეთებული საჭმელი, ხვდებიან რომ მე რაღაც არაჩვეულებრივად აკეთებ, ჩვეულებრივზე უკეთესად და ნუ თავისი გაფორმებებით, თავისი ყველაფრით, მოკლედ შეიძლება ამ კუთხითაც წავიდე, მინდა ნაკლებად, ასე ვთქვათ, ნაკლებად დამღლელი საქმე უკვე, როგორც ავღნიშნე. ანუ ძველ პროფესიაზე უარს ამბობ? მასაჟისტობაზე? ხო, მხოლოდ ერთადერთი, იმიტომ რომ ვარ კარგი მანუალისტი, იმიტომ რომ ვარ კარგი მეთოდისტი, შემიძლია მხოლოდ კონსულტაციები გავცე, იმიტომ რომ ფიზიკურად მძიმე სამუშაოა. მასაჟი არ არის ქალის საკეთებელი. ეს არის მძიმე ფიზიკური შრომა. მე ახლა ცოტა ისეთი მაქვს რაღაც ამბიციური გადაცხადი მაქვს ამ ქართულ სამართალთან დაკავშირებით. ანუ მე რომ მკითხო საქართველოში უნდა სამართლდებოდეთ ქართული სამართლით. ანუ წლები გავიდა, ეპოქები გავიდა და ან არის რაღაცა რუსული სამართალი, ან არის ევროპული სამართალი. ჩემი გადასახედიდან ეს ქართული სამართალი ბევრად სხვანაირი იქნებოდა. როგორი იქნებოდა? იცი რა არის, ჩვენ ხასიათს გაითვალისწინებდა, ჩვენ სოციალურ ურთიერთობებს. აი დედას ამდენი ხნით არ გამოკეტავდნენ. მე რომ მკითხო, დედას მაგალითად რატო უნდა კეტავდნენ? ანუ ქართულ ჯიგრული სამართალი უნდა. აი უნდა იყოს ქართული ჯიგრული სამართალი. თუნდაც ეს ბრასლეტი იყოს 24 საათიანი მონიტორინგით და რომ არა მარტო გარეთ საღამოს არ გავიდეს, არამედ საერთოდ თავის სახლს არ მოშორდეს. ოღონდ დედა რა, აი ვთქვათ იყოს რომ 200 მეტრის იქით არ უნდა გავიდეს. ოღონდ დედა და შვილები ერთმანეთს არ დააშორონ. იმიტომ რომ იყო იქ ისეთი მომენტი, რომ ერთ-ერთი ქალის შვილი დედა ისე ენატრებოდა, რომ არასრულწლოვანი მუდმივად გარბოდა სახლიდან. მუდმივად გარბოდა. ანუ არასრულწლოვანი შვილი ყავდა გარეთ დატოვებული? კი. და როცა აი ამდენი ოქცევის დარღვევა ქონდა, პროტესტიც იყო ალბათ პატიმარი დედის. კი, ხო შეიძლება უბრალოდ რომ ანუ აღარ დასაჯოთ გარეთ დარჩენილი შვილები დედების გამო. ამით არ ისჯება მარტო დედა.
ამით ისჯება შვილი. პირველ რიგში, ქმარიც თავის გზაზე წავა სიტყვაზე. იქ ვიღაცა ყველა მოულის, მაგრამ ამდენი არასრულწლოვანი. შენ ქართული მართლმსაჯულება გემეგობრა. არა? შენი აზრით ეგ შანსი რატომ მოგცეს? ფიქრობ, იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან, რომ მე ვთქვათ, ანუ არ ვარ დამნაშავე, ასე ვთქვათ, პერსონა. ზოგადად არ ვარ დანაშაულის ჩამდენი ტიპია. კი, ხო, ნუ ტიპაჟურად არ ვარ. ეგეთ მეტყვიან რომ ეს არ არის, ხო? ეს არ უნდა გააკეთო. ხო, საკმაოდ კანონმორჩილი ტიპი ვარ, ანუ თუ მეტყვიან რომ აი ეს არ უნდა დავლევ, არ დავლევ რა, და ვაფშე ხანერად გავაგზავნებ ცხოვრებას რა. ანუ არ მჭირს ეს რომ უი ეს რატო ამიკრძალეს. და აი გინდა თუ არა ის გავაკეთო. ჩემ ფსიქოტიპი პირიქით დამყოლი უბროა. ანუ შენ ამბობ რომ ამ შანსს გამოიყენებ იმისთვის, რომ კანონს აღარ დაარღვევ. მანამდე ხო სულ დარღვევით გამოვირჩეოდი. რაღაცად რო გიყურებ, თითქოს ისე ხარ, ბედნიერი ხარ, ხო? რა თქმა უნდა, თავისუფლებით ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმისგან, რომ რა ვიცი, კიდე ერთხელ ვამბობ, ცოტა რთულია ეს. ფაქტობრივად, ჩემი კატარღული შრომისგან გავთავისუფლდი რა. ანუ ვიღაცამ შეიძლება თუ გეტყვიან ეს 6 თვე რა გამოცდილება იყო შენთვის, რა სიტყვე? რა ვიცი, ერთი ეგარ მქონდა ნანახი და ეგეც უნდა მენახარა. რატო უნდა გწოდნოდა საერთოდ ციხეში რა ხდება? ეს გამოცდილება საერთოდ რატო უნდა გქონოდა? რატო იყო აუცილებელი? ვაღიარება ყოველთვის მაინტერესებდა. მართლა მაინტერესებდა. გამოგიძახებია შენ აფირმაციით. რაღაცნაირად მინდოდა რომ შევსულიყავი რა, და ანუ ერთი მომენტი იყო რომ თქვა მინდოდა რომ აი კონცერტი ჩამეტარებინა იქ საათაშორის და მეთქი ასე ვნახავ არა ესე იქ აუცხოვრებას ვერ გამოცდია და მეთქი მოიცა აბა როგორ შეიძლება რაღაცა ყოველთვის მაინტერესებდა ისტორიები და ამ დროს არავინ არ მყავდა იქ ნაჯდომი საერთოდ აი არავინ არ მინახავს. ციხე ჩაკეტილობა ძალიან ცუდია, როცა ცივილური სამყაროდან უცებ ხვდები რაღაცა 90-იანების სამყაროში, არ გაქვს არაფერი, არ გაქვს არანაირი ცივილი, აი ყველაზე კიდე საშინელება, ნუ აი ყავის ფინჯანი ხო ასე აი საშინელება ის რაღაცა პლასმასის ფინჯნები რა და აი რაც არ უნდა გემრიელი საჭმელი მოგეტანენ ალბათ იმ პლასმასში ჩასხმული ყველაფერი არის რაღაც ძალიან უგემური რა და აი ყველაზე ნაკლები პრობლემა ეგ ანუ არა როგორ არის ის პრობლემაა იმიტომ რომ რაღაცის ჭამა ხანდახან ხო გინდა ენდორფინი გჭირდება რომ რაღაცა ხომ უნდა გაგახაროს და რაღაცა ხომ უნდა გაგახალისოს და სამაგეროთ მე იქ აი ახლა ხო ამბობენ რომ რაღაცა ყველგან ტიპაჟი ვარ ისეთი რომ ყველგან ვეძებ რაღაცა პოზიტივს რაღაცა გამოსავალს ანუ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ და აი ნუ წეგან როგორც მოვყევი რა გვაქვს ელექტროჩაიდანი და არ გვაქვს არაფერი ნუ აი დანა რა თქმა უნდა პლასმასისაა როგორ გინდა მომინდა უცებ თაშმიჯაბი მაქვს კარგი სულგუნი სასწავლი და მეთქი ახლა რა მაგარი იქნება რომ ამოვწელო და ნუ ახლა კარტოფილი როგორ უნდა გათალო ნუ არ გაქვს ახლა პლასმასის დანით არითლება ანუ უნდა დაამტრიო და ის მქონდა რა ქვია აი ჭურჭლის სახეხი ისენი რომ სინა ნუ ეს მავთულების ხო და იმაზე ერთი მდუღარე გადავალე მე ცივი რომ ცოტა მომბალი იყო და იმით ვთქნიდი ხოლმე ხო, ანუ კარტოფილს მე ის მხარშავდი და კამერაში მყავდა კიდე პატარა გოგონები იყვნენ, ასეკით პატარები და ისინი წარმოგიდგენი ახლა იმათ დედის გაკეთებული რაღაც როგორ უნდოდა და ერთი 24 წლის გოგო, ერთი 21 წლის, 19 წლის და აი, რა პატარები იყვნენ. ხო, და წარმოგიდგენი ახლა ამ ხან იქნებიან იქ? ერთს მიუსაჯეს და სხვაები ჯერ კიდე 3 წელი. და რამდენი ხანია უკვე როზის? 6 თვეა. ეს 19 წლის ბავშვი ახალგაზრდა 19 წლის გოგო მე სხვა კამერაში გადაიყვანეს და ანუ არ მაქვს ინფორმაცია ანუ ყველას ანუ რო გადაყავთ მე ინფორმაცია ხო 24 წლის გოგო იყო უკვე მეორე მესამე შემთხვევაზე ნუ აი ის თაღლითობა? არა თაღლითობა არა მეუღლე მოჩივლა what თან მეორედ რაზე აი ესე ჩხუბობდნენ და იჩხუბეს და ეს გოგონა ფეხში შვედი გამოვარდა და ხელს წამოაყოლა მეუღლის ტელეფონი. და რაზე უჩივლა მეუღლემ? მუხლი რა არის? 78. რას ყვები? ბავშვები წყავთ? არა, ბავშვები არა. არა კაცი. და მანამდეც არის კაც, მანამდეც პირველად კი არ არის. ისევ მანამდეც ქმარმა უჩივლა? ხო, რაზე აღარ მახსოვს, ახლა ყველაფერს ვერ მას, მაგრამ ახლა რეალურად თვითონ რასაც ეს გოგონა ყვებოდა, ნამდვილად ფეხში შველი გაიქცა და მე ეს ტელეფონს დაალომბარდა რომ ტუფლი ეყიდა. შიშველი რო არ ერვინა ქუჩაში. მოკლედ, ბევრი აღარ გავაგზავნოთ, მივიდეთ იქამდე, რომ აი ხედავ, რომ ანუ
იმ საჭმელს ვერ ჭამენ, იმიტომ რომ ყველაფერი მობეზრებული აქვს ყოველთან, შენ ახლა მერთვება აქ დედობრივი ინსტინქტები, რომ აი ამ პატარა ბავშვებს რაღაცა ისე უნდა გაუკეთო, რომ უფრო კარგად გადაიტანონ, აი რაღაცა შინაურული საჭმელების გემო იგრძნონ და აი ენატრებათ მაგალითად რაღაცა ფხალი, ახლა ცოტა იმერული წარმოშობა ჰქონდა ერთს, მეორეს და აი არ გინდა ფხალი, რითი გინდა გააკეთო, ოკეი, კაროჩე, კომპოსტო წერეთთან ყველა ცუდი რა, ციხენა მაღაზიაში ხო ვერ მიდიხარ. წერდა და მოგიტანო, კი ეს ვიცი ამას როგორც სინდის პატიმრების გამო. როგორც იქნა, ამოვიდა კომპოსტო და აი ამ კომპოსტოს და მე ის არის, რა ქვია, მშრალი ბაჟე რა, რომელსაც ვიყენებდი ბევრ ამაში. აი მაგალითად, როცა მოენატრა ჩემწვარი ბადრიჯანი, ხო? ბადრიჯანი შემწვარი ვერ მოვახერხერო, ვთქვათ ეს ისინი გამეკეთებენ და რა როლებია რაღაცა და სამაგიეროდ მე გავაკეთე ისა, რა ქვია, მოვთუთქე, ვერ წვავ რა, ჩავთუთქე ამ იმაში ზეთში, ამოვიღე მე დავწურე რომ ძალიან ზეთიანი არ ყოფილიყო რაღაცა, დავსერე მისერ და ამაში ავზილე რა. მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ის ღამის 3 საათზე იმ თაშმიჯაბის გაკეთება იყო რა, რომ მოუხარშეთ ეს კარტოფილი, ეს გაფსკვნილი. მე პიურე რა თქმა უნდა არა გაქვს არანაირი ჩასაზელი, გადასაზელი, რომელ ჩასახეზია ლაპარაკი და აი ჩვეულებრივად ესე ბოთლები და მიდი ბოთლებით რომ ამოზე. ჩაინიქში არ უნდა ამოზილოთ, გოგოებო არ გაგიფუჭრებათ. ეხლა ვინც იქ ხართ და მიყურებთ. ხო და უნდა გადმოიღოს კონტეინერში და იქ უნდა ამოზილო. მე ამას ისე აბრუნებ ცხიმთან და ყველაფერთან და მე შიგვე აურავ უნდა ჩართო გამორთო, ამასაც კიდე თავის მუღამი უნდა, რამდენი უნდა ჩანო, მე ესე რომ ამოვწელე და მიყურებს ის, რა ქვია, მორიგე, ის კარმუშკა გაქცევთ, რასაკეთებო, სინათლე დაინახა, იმიტომ რომ საეკლესიო სანთლებზე ვაკეთებდით, ან სხვა სანთელი და სხვა განათლების საშუალება არ იყო და ბავშვებს მოშივდა და ვაჭმევთქო რა. აი გაგირდა და აი არასდროს იმის სახე არ დამავიწყდება რა. აი ყველაფერი ერთად იყო. ყველაფერი, თანაგზობაც, მადლიერებაც, სიყვარულიც, ყველაზე მაგარი ნანუკა, სახეხი რო არ ამოდის, აი იმის გაკეთება. აი ამ თავსახურავებს ხსნიდი ხო ბორში მოგვენატრა, იმიტომ რომ აი არ უნდათ იმით გაკეთებული ბორში, იმიტომ რომ ის არის სხვა გემოზე რა, აი არ უნდათ და всё. ესენი ნუნების მაკრატილი ჩინიდან ისე დავჭერი 3-4 თავსახურავი, რომ ქონდა და წინ გამოშვერილი ეს ისენი, რა ქვია, რაღაც ეს პლასმასები. ჩავდა ეს 3 თითი და მიდი ასე ხეხეს კაფილო ყველაფრის მოფიქრება შეიძლება. აი ერთგვარი ექშენი იყო. გადარჩენა ყველგან შეიძლება. კი. აი ჩემ კამერაში ხო შენი გადარჩენის ინსტინქტი იყო. კი და მაღალი მქონია ძალიან და ეხა ხვდები რომ ნებისმიერ სიტუაციაში გადავრჩები. ერთადერთი ნანუკა რამაც ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა და ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა, რა თქმა უნდა, გამოუსწორებლად არა. გამოსწორებადად იმოქმედა, იმიტომ რომ თუ ეხლა ცოტა ისე ვამბობ, მაქვს ქორდიანი გული, დამატებითი აორტა მაქვს გულში შემავალი, ასევე მაქვს 3 თირკმელი და რეალურად ენერგია იმიტომ მაქვს, რომ 1.5 ადამიანი ვარ და უცებ ეს ადამიანი ჩაკეტეს პატარა სივრცეში და ჰოი საოცრებო გავიდა გარკვეული პერიოდი და დამეწყო სისქჩაქცევები. ალბათ ცოტა პროვოკატორი ტიპი რო ყოფილიყავი, ვიტყოდი რომ აი მცემეს, მაგრამ მე ღმერთთან მართალი ხო უნდა ვიყვან, თავისით გაჩნდა ეს ყველაფერი, ეს გააჩინა უმოძრაობამ, რაც არ უნდა მევლო, რაც არ უნდა ვთქვათ მემოძრაო და ასევე უჟანგბადობა. მე გისურვებთ რომ მთელი ცხოვრება გქონდეს ღიმილის მიზეზი. მთელი ცხოვრება. როცა ადამიანი გოგოებს, სიგდარჩენილ გოგოებს უსურებ მალე თავისუფლება. მალე ძალიან მინდა რა. ჩვენს თანამებრძოლს, ჩვენს მეგობარს ძალიან კარგ მოქალაქეს სჭირდება დახმარება. ერთ დღეში დასმული ძალიან ბევრი დიაგნოზი იყო მართლა შოკის მომგვრელი და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ახლა თქვენს დარწმუნებას იმაში, რომ ვახოსირგვლივ უნდა გავერთიანდეთ, რომ მისი ცხოვრება შევამსუბუქოთ და მას გავუხანგრძლივოთ. შევამსუბუქოთ არა, გავუხანგრძლივოთ. პროსტატ. ყველა შეგვაშინა და გვანერვიულა. მითხარი როგორ დაიწყო შენ განსაკუთრებით პრობლემა? 19 ოქტომბერში ვიყავი პოლოს აქციაზე, რომ მოვედი სახლში. ჩავავდი, ლოგინად, ფეხი მომეკეცა, ვერ ვშვიდი. და 2 კვირის შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა რა მტკიოდა კიდევაც და გამოვიზახ სასწრაფო. სასწრაფო გადამიყვანა, ეხოსკოპია გამიგეთის ფეხზე და მითხრეს რომ საოპერაციო მზადდება და ოპერაცია გამიკეთონ.
მარტო ეგ მითხრას მხოლოდ ჭირდა თრომბოემბოლია მარცხენა ფეხში. და მე ამდენი ოპერაცია რატო გახდა საჭირო უკვე თურქეთში გადაყვანა? ანუ რა მომოჭრა ექიმმა სტრომბი, ეს კარგად მიდიოდა 1-2 კვირა პროცესი ოპერაციის შემდეგ. შემდეგ დამეორდა სისხლძარღვების შევიწროება. თურქეთის კლინიკაში ხარ უცხო გარემოში რაღაცნაირად და იგებ რომ კიდე ერთი ოპერაცია საჭირო. და ამ დროს ფული ფინანსები გჭირდება. იმ წუთში ფიქრობ რომ გადარჩი და შიში გაქვს იმის რომ აი თუ აღარ გაიღუზო ოპერაციის არ მეშინოდა, მაგრამ აი წინა პერიოდი იყო რაღაც საშინელი, ყველა სანამ დავიზინებდი, სანამ იქამდე მივიდოდი იყო რაღაც კატასტროფა. ლეიკემიის დიაგნოზი რო შემთხვევით დაგისვეს, ამაზე რა რეაქცია გქონდა? უნდა ვიმკვნო თქვენი ცხოვრება და არ ვიცი, ჯერ მაინც პასუხს ველოდები რა საბოლოოდ. ის 1%-ის იმედიც მაქვს რომ არ მექნება. 99%-ია გეუბნებიან და შენ მაინც იმ 1%-ს მე ეგეთი ვარ ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერში. ეს ამდენი ამბავი თავზე რატო დაგატყდა შენი აზრით? არ უჯერებდი ჯერ პირველ რიგში მშობლებს. მე გახლავართ ბახო გაგნიცის დედა. 17 წელია ემიგრაციაში ვიმყოფები. მინდოდა ყველაფერი მიმატოვებინა და ჩემში თავყოფილიყავი, მაგრამ ასე რომ მექნა ალბათ წამლის ფული აღარ გვექნებოდა. ღიარ ყოფილა ტკივილის გარეშე. მეც ვიტანჯები მასთან ერთად. არ ვხედავდი ჩემ თავს რა, რომ უნდა მიმეხილა ჩემი თავის რაღაც ანალიზი. ნუ გავცივდი თქვათ აი ფილტრები გადამიღო თქვათ სიტყვაზე. ნუ რაღაცა ექიმთან პროცედურები გამიარა შიგადაში არ ვაკეთებდი მაგას და მაგალითად იმოქმედა რა თქმა უნდა. და ეხლა რას ვაპირებთ? ისე თქვენი დახმარებით, ხალხის დახმარების იმედი მაქვს. ჩემს სახელზე კი ასახლიან ყადაღარ მაქვს, არა მოკუპირება რომ ჩავდო. და ისე მოსახლეობის დახმარების იმედი მაქვს რა ვიცი. გადავრჩებით ხო იცი მაინც საბოლოო? ნუ აუცილებლად. გამარჯობა, თქვენ მე რა ლამაზია? როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა. ნონა აბრამიშვილი, რამდენი წლის და ასაკზე არ საუბრობთ? არა, როგორ არა, 52. 52 წლის. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი თქვენ შემთხვევაში არის ის, რომ პაციენტი გახდით იმ კლინიკის, სადაც თქვენთან მუშაობდით და სხვა პაციენტებს მასპინძლობდით. ჩემი გადაწყვეტილება იყო სურვილი წონის დამარცხება. რამდენი კილო ქონდათ ზედმეტი? მე ვიწონიდი 105 კილოს, როცა ვიწონე და მე აღარ გამიკონტროლებდი, სურვილი აღარ მქონდა. ანუ 105 კილოზე დანებდით. მინიმუმ ვიცოდი რომ ვიყავი, შეიძლება ცოტა მეტი. 105 რა ვიწონე, შემდეგ აღარ ვიწონე. აი რატომ? აი ეს აღარ ვიწონები რა იყო? პროტესტი ბრაზილიელზე? არა, არ მინდოდა ალბათ იმ ფაქტთან თვალებში ჩახედვა, თუ მეტი ვიქნებოდი. ანუ ამ შემთხვევაში პირველი სტუდენტი არ ხართ, რომელიც ამას ამბობთ და პრობლემა წონაა თუ სარკეში, რასაც ხედავთ ის, თუ ჯანმრთელობა, თუ აი რა არის? ამ შემთხვევაში ჯანმრთელობა არ ვიყავი ჰიპერტონიკი, არც დიაბეტი. უბრალოდ ანუ საკუთარ თავს კარგავ მაგ დროს, ხო? მე პირადად ვიყავი უხალისო. ანუ ცხოვრების, ხო, მაგრამ აი ამას რა განსაზღვრავს? აი ხალისის დაკარგვას, აი ამ მდგომარეობა, ჭარბი წონის მდგომარეობა. ხო, მაგრამ ზუსტად მინდა დაგანახოთ რა შეკითხოს, რომ ჭარბი წონა არის სასწორზე თუ ჭარბი წონა არის სარკეში? არა, ვიზუალ სარკეში. ხო, და იმიც მქონია, ხო, შესაძლოა წონა მომემატება და მე სასწორს ვებუტები. და ამ დროს სინამდვილეში ხო ეს პრობლემა ყოველდღიურად ვეფეთებით, როცა საკუთარ თავი არ მოგწონს, თავდაჯერება აღარ გვაქვს. ანუ ხო ბევრ რაღაცას ხალი ხო თან ბევრ რაღაცას კარგავს. თუნდაც 60, რომელსაც გიყვარს და ჩემთვის არ იყო ის. ბევრი ყოფილა თქვა შოპინგის დროს რაღაცაზე მისულვარ და იცით რა ეს თქვენი ზომა არ არის. ხო რაღაც სურო გესმის კი მას ხომ მაგრამ ძირითადი 60 იყო ბალახონი და რაღაცა ისეთი დაფარვის. რამდენი კილო დაიკელით? 40 კილო. 40 კილო, რა ბევრია. და როგორ წავიდე ეს კლება რა პერიოდში? წელიწადი და 2 თვე. ო, ბევრი. დროებით რო დაგჭირდათ, არა? კი, ნუ ყველაზე დაბალი წონა დაფიქსირდა 1 წლის და 2 თვის შემდეგ. რა რესურსის ჩადება იყო თქვენგან საჭირო? გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ვიყავი ძალიან მოწესრიგებული და კანონმორჩილი პაციენტი. ანუ აბულაძის კლინიკის კანონებს იცავდეთ ბოლომდე? ყველა ის გაიდლაინი და გაწერილი
ჩემგან ზედამოკიდებული რაც იყო, რაც უნდა შემესრულებინა, ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი. მქონდა ამის შემართება. აი რა იყო თავარი, რაც აი მაგალითად წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყურებს ახლა მაყურებელი, რომელსაც უნდა რომ იყოს პაციენტი, ანუ ბარიატრია გაიკეთონ, აი რა არის თავარი, რაც უნდა შეასრულონ? კვებითი დისციპლინა. მოძრაობა. კი, ფიზიკური დატვირთვა და კვებითი დისციპლინა. და შემდეგ უკვე ოპერაციის დროს იქ სადაც თქვენ თვითონ მუშაობთ. დიახ. ეს ყველაფერი თქვენს ალბათ ზუსტად იცოდით რა უნდა გაგეკეთებათ, როგორ უნდა გაგეკეთოთ, ოპერაციის დღე როგორი იქნებოდა? ძალიან მარტივად და უცებ გადავწყვეტე. ზოგადად ძალიან რთულად ვღებულობ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ძალიან მარტივად გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში. იქედან გამომდინარე, რომ სურვილი იყო ძალიან დიდი და ამავდროულად ნდობა იყო ძალიან დიდი. ბატონ დავით აბულაძის, ბატონ ლევან ქოიავას იმით უშუალოდ შემსრულებელ ოპერაციისას. ხო, როცა საერთოდ სრულიად გუნდის ძალიან დიდი ნდობა იყო. ნდობამ გაამართლა. გაამართლა. ნამდვილად. აი, როდესაც 40 კილოთი ნაკლები ხართ დღეს და მთლიანად შეგეცვალა ცხოვრების დღის წესრიგი, აი და ალბათ ცხოვრება თავიდან დაიწყათ. კი. მე გამიგია ბარიატრიის შემდეგ პაციენტები ამბობენ ესეთ ფრაზას, რომ ახლიდან დავიბადე და რას ნიშნავდა, ვერ ვაცნობიერებდი და სრულად ჩავწვდი ამ ფრაზას და მივხვდი, რასაც გულისხმობენ. აი და რაში გამოიხატება თქვენი ახლიდან დაბადება? რა ეს რა ეტაპია? სხვა ხალისია, სხვა შემართება, თვითდაჯერებული რაღაც სხვა ხარისხში ცხოვრობ. როცა მაგალითად პირობითად ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ გადის და გადის სხვა სურვილებზე, აი როგორც ხალი საკუთარ თავს პოულობ ამ დროს? კი, ალბათ. ჩემი ვიზუალური მხარე მე არ მაკმაყოფილებდა, მე არავისგან არ ყოფილი ვარ თქვა ბულინგის მსხვერპლი. არა, მე ყველაზე მეტი ბულინგი ჩემი თავიდან მოდიოდა ჩემსავე თავზე. ყველაზე სწორი ურთიერთობა ხარ საკუთარ თავთან ურთიერთობა და არა ის. ჩემი თავი, არავინ არ მსღუდავდა ამაზე, არავინ არ მემითითებდა, არაფრისთვის არ ხდებოდა. მხოლოდ მე მინდოდა და ჩემი საკუთარი თავი. ყველაზე სწორი რინგია. ყველაზე სწორი. წარმატებებს გისურვებთ.